ეხლა ისრაელის მიზანი ამერიკის ამ ომში ჩათრევაა. ირანის ატომური არსენალის ბოლომდე განადგურება და ირანში მთავრობის შეცვლა. როგორ გამოუვა ისრაელს ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია თქვა, რომ უკვე არც ერთ არაბულ სახელმწიფოს აღარ უნდა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში ახლო მომავალში შეუძლებელი იქნება. მაგრამ ყველაფერი რომ დავივიწყოთ, ეს ოპერაცია თვითონ ნეტანიაჰუს სჭირდებოდა, რომ დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ნეტანიაჰუს რეიტინგი საკმაოდ დაბალი იყო სხვადასხვა მიზეზების გამო და რომ დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სჭირდებოდა ულტრამემარჯვენე კოალიციის მხარდაჭერა და მათი ზეგავლენის გამო დაიწყო ომი ირანში. რომელი არის ყველაზე რეალური მიზეზი, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. ჩვენ კიდევ უკვე გადავიდეთ სხვა ქვეყნების რეაქციაზე. როგორც ვიცით, რუსეთისთვის ირანი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ირანი ძალიან ეხმარება რუსეთს უკრაინის ომში და რუსეთს ძალიან არ აწყობს ირანის დღევანდელი ვითარება. რუსეთი მწარედ აკრიტიკებს ისრაელს და ეშინია, რომ პროდასალური გავლენა არ გაფართოვდეს ირანში. ძალიან მინდა გავამახვილოთ ყურადღება რუსეთზე, იმიტომ რომ რუსეთი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს კარგავს და ეს რა თქმა უნდა მე ძალიან მაბედნიერებს. საერთოდ მოდით გავაანალიზოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ირანი რუსეთისთვის. ირანი აწვდიდა რუსეთს ათასობით შაჰიდის სერიის კამიკაძე დრონებს, რაც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ვთქვი უკრაინის ომის ვიდეოში, დღეს დრონები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ომში. და ირანი ყველა სანქციის მიუხედავად საკმაოდ ეფექტურ და მაღალხარისხიან დრონებს აწარმოებს და ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან ირანი მთელი ომის განმავლობაში რუსეთს სერიოზულ დახმარებას აწვდიდა. რა თქმა უნდა, ომის გამო ირანი ვეღარ ეხმარება რუსეთს.